მე ვარ ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა და მოდით ამ ვიდეოში ვისაუბროთ თავშესაფრის მაძიებლებზე, ადამიანებზე, ვინც ევროკავშირში ლტოლვილი სტატუსის მიღებას ითხოვს. რა სურათია კლების თუ ზრდის ტენდენცია დაფიქსირებული ევრობლოკში, რა ინფორმაციას ფლობენ და მონაცემებს საქართველოზე კომისიაში და ასე შემდეგ. როდესაც ამ თემას ვეხებით, ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემი აზრით, რომ ვიცოდეთ, გარდა იმისა, რომ უნდა გქონდეს ინფორმაცია, რა ეტაპების გავლა მოგვიწევს და რა დაბრკოლებებთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული, როგორია პროცენტული მაჩვენებელი დადებითად აპლიკაციების ბედის გადაჭრის, ანუ რეალურად რამდენ ადამიანს უკმაყოფილებენ მოთხოვნას და იღებენ ლტოლვილის სტატუსით ევროკავშირის ტერიტორიაზე. დავიწყოთ ბელგიით. ბელგიაში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში ევროკავშირში, რთულად არის ეს პროცესი, ანუ მარტივი ნამდვილად არ არის, ჩაბარება ხდება აეროპორტში ან სპეციალურ მიმღებ პუნქტში ბრიუსელში, რასაც მოსდევს 2 ინტერვიუ, სკრინინგი, ანაბეჭდები, სამედიცინო შემოწმება, შესაძლოა დამატებითი კითხვები გაუჩნდეს საიმიგრაციო სამსახურს და ამის მერე იწყება ლოდინი. თუ როგორი იქნება პასუხი, რაც ძირფესვიანად ცვლის თქვენს ცხოვრებას. ყარი უნდა იყოს საფუძველი, რის გამოც ითხოვთ თავშესაფარს ამა თუ იმ ქვეყანაში, ამაზე არის ყველაფერი დამოკიდებული. ასევე გადასაწყვეტია თუ სად იცხოვრებთ ბანაკში, თქვენ თავად აირჩევთ საცხოვრებელს, თუ მოითხოვთ ინდივიდუალურად ფართით დაკმაყოფილებას, ეს ძირითადად მაშინ ხდება, როდესაც ოჯახით არიან ჩამოსული. ბელგიაში ან სხვაგან. მოკლედ სპეციფიკური საკითხებია, თითოეული кейსი განსხვავებულია და მიდგომებიც განსხვავებულია. ლოდინი გიწევთ აუცილებლად მინიმუმ 2 თვე და ამის შემდეგ მიიღებთ პასუხს. როდესაც ბელგიაზე ვსაუბრობთ, აღსანიშნავია, რომ ბელგიამ მიანიჭა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი 2016 წელს, როდესაც ჯერ კიდევ საქართველოს არ ჰქონდა თავისუფალი მიმოსვლა ევროკავშირთან. როდესაც ამ სტატუსს ფლობს ქვეყანა, დაჩქარებულ, შემჭიდროვებულ ვადებში უნდა გასცეს საიმიგრაციო სამსახურმა პასუხი აპლიკაციის ავტორს. დაახლოებით 15-დან მაქსიმუმ 50 დღემდე მერყეობს ეს ვადა და ამ აპლიკაციების დაკმაყოფილების შანსებიც მცირდება იმასთან ერთად, რომ ქვეყანას აქვს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი. როდესაც დაიწყო კანონების მიღება საქართველოში, რასაც კრიტიკა იყო ევროკავშირის მხრიდან, 2023 წელს უკვე ბელგიამ ივლისში ქვეყანა ამოიღო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან. მაშინ საქართველოში თქვენს, რომ ეს იყო წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილება, ვინაიდან სხვა საფუძველი მათ არ ჰქონდათ. გასულია აგერ უკვე მესამე წელი დაიწყო და ბელგიას არ მიუღია გადაწყვეტილება საქართველოს უკანა მსიაში დაბრუნებაზე. ეს დროსთან, ინფორმაციასთან, მონიტორინგთან და ძალიან ბევრ რამესთან არის დაკავშირებული. მაგრამ როდესაც უსაფრთხო ქვეყნის სტატუსს კარგავს ქვეყანა, ეს არ ნიშნავს, რომ საფრთხის შემცველია სახელმწიფო ტურისტებისთვის. ეს ასე არ არის. ბელგიიდან ძალიან ბევრი ადამიანი სტუმრობს ყოველწლიურად საქართველოს. მაგრამ შემჭიდროვებულ ვადებს აღარ ითვალისწინებს პასუხზე. ანუ შეიძლება გაცილებით მეტი დრო დასჭირდეთ საიმიგრაციო სამსახურში თქვენი ფაილის განსახილველად დეტალურად სწავლობენ და ეს დროსთან არის დაკავშირებული. რადგან სტატუსი აღარ აქვს უსაფრთხო ქვეყანას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ავტომატურად ყველასთვის დადებითი იქნება პასუხი. ეს ასე არ არის. რამდენიმე წლის წინ, როდესაც ემიგრანტების ძალიან დიდი ნაკადი შემოვიდა ბელგიაში, განსაკუთრებით სირიიდან, მაშინ რეპორტაჟი მოვამზადე ციხის ყოფილ შენობაში იყო ბანაკი და იქვე იყო მიმღები პუნქტი. ჩემი თვალით ვნახე თუ რა მდგომარეობაში იყო ხალხი, რა პირობები იყო ამ ბანაკში და ასევე თუ როგორ აბარებდნენ საბუთებს. დილის 4 საათზე ცოცხალ რიგში დგებოდნენ ბავშვებთან ერთად და შეიძლება სამუშაო საათები ისე ამოწურულიყო ოფისის, რომ ვერ მოესწროთ საბუთების ჩაბარება.
ეს კი იმას ნიშნავდა, რომ კიდევ ერთი ღამე უნდა გაეტარებინათ ქუჩაში და ხელახლა ეცადათ ბედი იქნებ წარმატებული ყოფილიყო მეორე დღე სირიელებთან ერთად ბევრი იყო ავღანეთიდან და ქართველებიც ბევრი შეგვხვდა მაშინ. კიდევ ერთი დეტალი, რაც ბელგიას უკავშირდება, 24 წელს ოფიციალური მონაცემებით 34530 აპლიკაცია შემოვიდა თავშესაფრის მაძიებელთა, ეს არ არის მხოლოდ საქართველოდან, მონაცემები საერთო ჯამი ასეთია. რაც შეეხება სურათს ევროკავშირის მასშტაბით, აღწერილია იმ ანგარიში, რომელიც ევროკომისიამ მოამზადა კანდიდატის სახელმწიფოების შესახებ, სადაც წერია, რომ 2015-2025 წლებში ევროკავშირის ტერიტორიაზე წარდგენილი აპლიკაციების 15% მოდიოდა იმ ქვეყნებიდან, ვისაც აქვს ვიზო რეჟიმი. ამიტომ აუცილებელია, რომ მოხდეს დაცვა ყველა იმ დაწესებული ვადის, რაც უკავშირდება უვიზო რეჟიმს და არ მოხდეს უპატივცემულობა, ბოროტად გამოყენება და ასე შემდეგ. ასევე ევროკავშირის სამეზობლოდან აპლიკაციების რიცხვი ბოლო ანგარიში წერია, რომ შემცირდა, მაგრამ ორ სახელმწიფოსთან მიმართებაში გაზრდილია. კოსოვო და უკრაინა. კოსოვოდან მიიღეს 28350 აპლიკაცია, უпростоრად 28350 მიიღეს უკრაინიდან და კოსოვოდან 2024 წელს 6785. მივედით საქართველოზე. საქართველოდან 2024-ში ევროკავშირში შემოვიდა 14530 აპლიკაცია და ეს სხვათა შორის ნაკლებია 2023 წელთან შედარებით. 24375 შევიდა 2023 წელს და 2022-ს დავარქვათ პიკი შევიდა 26555. რაც შეეხება დაკმაყოფილებას, დადებით პასუხს, მხოლოდ 7%-ია და მეთანხმებით, რომ ძალიან ცოტაა. ანგარიში წერია, რომ კლების ტენდენცია შეინიშნება საქართველოსთან მიმართებითაც, მაგრამ საყურადღებოა ის მონაცემები, რაც არის და აუცილებლად უნდა გადაიდგას ნაბიჯები შესამცირებლად. ასევე მითითებულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რამდენიმე ისეთი ნაბიჯი გადადგა, რაც ეფექტური აღმოჩნდა ევროკავშირის სახელმწიფოებთან აქტიური კოორდინაციის პირობებში, მაგალითად გაიზარდა კონტროლი აეროპორტებში, ჩეკინზე, გეიტზე, განსაკუთრებით ქუთაისის აეროპორტში, მაგრამ თბილისშიც იგივე ხდება, დამატებითი კითხვები და საბუთების წარდგენის აუცილებლობა, ასევე წერია, რომ დადებითად იმოქმედა საინფორმაციო კამპანიამ, რომ ადამიანებისთვის მიეწოდებინათ ვრცლად ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას ითვალისწინებს უვიზო მიმოსვლა. ასეთია ვითარება, ჯერჯერობით არავინ იცის, როგორი იქნება 2025 წელის სტატისტიკის თვალსაზრისით. წლების განმავლობაში ძალიან ბევრ ადამიანს შევხვედრი ვარ თავშესაფრის მაძიებელს, ვისაც უკვე ლტოლვილი სტატუსი ჰქონდა მიღებული, ემიგრანტებს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში არ აპირებდნენ, მაგრამ ისი აღმოჩნდა, რომ დარჩნენ ევროკავშირის ქვეყნებში. განსაკუთრებით მძიმე ვითარება რამდენიმე წლის წინ დაგვხდა პოლონეთში, როდესაც ჩავედით, ვარშავასთან ახლოს მიმღები ცენტრი იყო, ბავშვები იყვნენ მცირეწლოვან, ქალები იყვნენ მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად და ბავშვებისთვის ამ ცენტრებში არ იყო გათვალისწინებული საკვები და ყოველდღიურად ძალიან დიდი პრობლემის წინაშე იყვნენ. საბერძნეთში, სადაც ბევრი ქართველია, ასევე ესპანეთში. ამ ადამიანებს ბევრი რამ აერთიანებთ. მათი ისტორიები თითქმის იდენტურია გამონაკლისის გარდა. მაგრამ აერთიანებთ ერთი რამ, რაც თვალნათელია. საუბარს საკუთარ ისტორიებზე და საკუთარი ამბის მოყოლას თვალცრემლიანი იწყებენ და ასრულებენ იმაზე აქცენტის გაკეთებით, რომ უნდათ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნება, რომ არაფერი სჯობს სამშობლოში ყოფნას, შვილებთან გატარებულ დროს ხომ ვერაფერი ჩაანაცვლებს და შეცვლის. მაგრამ
მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს და ყოველდღიურად გვხვდება Facebook-ზე პოსტები ან გაზიარებული მოსაზრებები და კითხვები, რომ აპირებენ ჩამოსვლას, მაგალითად ბელგიაში, ან უკვე ჩამოსულები არიან და გამოცდილების გაზიარება. უნდათ სამწუხაროდ ასე ხდება. მოკლედ ეს ადამიანები ამბობენ, რომ მიზეზი, რის გამოც ქვეყანას ტოვებენ, უპერსპექტივობის განცდა ძალიან რთულია, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ხედავენ. უნდათ ახალი ცხოვრება დაიწყონ, რომელიც დაკავშირებულია პრობლემებთან, ინტეგრაციასთან, ადაპტაციასთან, სხვა კულტურასთან, თავის დამკვიდრებასთან, საბუთების მოგვარებასთან, მაგრამ სურთ, რომ უკეთესი ანაზღაურება ჰქონდეთ. ან საერთოდ ანაზღაურება ჰქონდეთ, ვინაიდან საქართველოში სამსახური ვერ იპოვეს. ან შვილებისთვის უკეთესი მომავლის შექმნა სურთ, მათთვის განათლების მიცემა, ან ფინანსურად რომ დაეხმარონ უცხოეთიდან საქართველოში. არავის არ სურს სამუდამოდ წასვლა, მაგრამ ხდება ისე, რომ ვეღარ ბრუნდებიან მალე. წელს-წელი ემატება და ასე გადის მთელი ცხოვრება. ძალიან ბევრი ადამიანი ჩამიწერია ამ თემაზე, რომელიც უდიდესი ტკივილით იხსენებს ამ პროცესს, მაგრამ უპერსპექტივობის განცდას ამბობენ, რომ ყველაფერი სჯობს. სჯობს სცადონ სხვა ქვეყანაში ახალი ეტაპის დაწყება, თუნდაც იყოს მტკივნეული და თუნდაც არ გაუმართლოთ. ჩვენ შემდეგ ვიდეოშიც ვისაუბრებთ თავშესაფრის მაძიებლებზე. დღეისათვის სულ ეს იყო. დიდი მადლობა და ნახვამდის. ყველა ემიგრანტს საქართველოში დაბრუნებას უსურვებ.